ამინ. სახელითა მამისათა და ცისათა და სულისა წყლისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. მადლობა ღმერთს, რომ მოგვეცა საშუალება კიდევ ერთხელ აგვესრულებინა ლიტურგია პირველ შეწირულ ძღვენთა, ვინც ეზიარეთ, გილოცავთ ყველას. საკურნებელი იყოს სულის და ხორცის თქვენი ზიარება ქრისტეს უხრწნელ სისხლთან და ხორცთან. ღმერთმა გაგაძლიეროთ ამ მარხვის, ასე ვთქვათ, სარბიელზე. ზოგადად ადამიანს რაც ერთ-ერთი ესეთი მძიმე ცოდვა, რაც ყველაზე მეტად განაშორებს ღმერთს, ეს არის გამკითხვის ცოდვა და ის ნება, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ადამიანი ვერ უმკლავდება, იმიტომ რომ ვერ ხვდება, რომ განიკითხავს. იმდენად ყოველდღიურობაშია ეს ყველაფერი ჩვენში გამჯდარი, იმდენად გაუბრალოებულია ეს ნება ჩვენში, რომ ხშირ შემთხვევაში ვერ ხვდებით მოყვას განვიკითხავთ, ვამხელთ თუ რა ვშვებით. შეგვიძლია თავისუფლად ვისაუბროთ სხვაზე და ერთი სიტყვა არ დავძრათ ჩვენ თავზე. შეგვიძლია ისე გავიმეტოთ ჩვენი მოყვასი ყველაფრის ცუდისთვის და ჩვენი თავი არ განვაკითხოთ, ასე რომ ვთქვათ და აი ამ განკითხვის ცოდვასთან დაკავშირებით მინდა დღეს წაგიკითხოთ ათანასე დიდის სიტყვა თუ რაოდენ მძიმე ცოდვა არის განკითხვის ცოდვა. წმინდა ათანასე ამბობს: დაუფიქრდეთ ძმანო უფლის სიტყვებზე, არა განსაჯოთ და არ განისჯებით. სახარებისეული სიტყვები არ განიკითხოთ და არ განიკითხებით. მრავალმა მართლაც რომ შესწოდა, მაგრამ საიდუმლოდ მოინანია, რის გამოც უფალმა შეიწყალა და სულიწმიდას ეზიარა. უმეტესი მათგანი, ვინც ჩვენ ცოდვილნი გგონია, პირმართალია უფლის წინაშე. ჩვენ ამ ადამიანთა ცოდვები ვიხილეთ, თუმცა მათი სინანურის შესახებ არაფერი ვიცით. ალბათ გსმენიათ ეგვიპტელი სალოსის ფილიმონის შესახებ. ის ცოდვილად ითვლებოდა, მაგრამ ერთხელ ისეთი დიდებული საქმე აღასრულა, რომ ამის გამო წმინდა მაკართა გათანაბრდა. ამიტომ ნუ განვიკითხავთ ცოდვილებს. შეიძლება სულ რაღაც 10 ნაბიჯის გავლის შემდეგ ამგვარ ადამიანთა სულებმა სასიკეთო ცვლილებები განიცადონ. მოღალატე იუდა ნებისკვირის ხუთშაბათს ქრისტესთან და მოციქულებთან ერთად იყო. საუბარია საიდუმლო სერობაზე. ავაზაკი კი მკვლელებთან ერთად იყო. მიუხედავად ამისა, იუდა სამუდამო წვდიადმა შთანთქა. ავაზაკის სულმა კი ქრისტესთან ერთად სამოთხეში განისვენა. ამიტომაც არ ეგების ცოდვილთა განსჯა, რათა ამ გზით ჩვენ სულებს ქრისტეს მიერი მადლი არ მოვაკლოთ. ცოდვილს ხშირად ანტიქრისტეს ვადარებთ, მაგრამ თუ ჩვენ დაგვადანაშაულებენ, მაშინ სხვა საქმეა. ვამბობთ, უდანაშაულოდ ვართ დასჯილები და უფლისაგან შევიდობითო. უცოდველი არავინ არის ძმანო უფლის გარდა. ვინ იფიქრებდა, რომ უფალი ასეთ ცოდვილებსაც შეუნდობდა, როგორებიც იყვნენ უძღები შვილი, ფარისეველი და მეფე მანასე, რომელიც 52 წელი კერპებს ეთაყვანებოდა და ისრაელს უსჯულოებას ასწავლიდა. დიახ, ასეთ ცოდვილებსაც მიეტევათ, რადგან დარჩენილი ცხოვრება სინანულში გაატარეს. მოდით ძმანო საკუთარი თავი გავსაჯოთ და არა სხვანი. საკუთარ თავს შევხედოთ და არა სხვებს. სხვა როგორ უნდა გავსაჯოთ, როცა თავით ფეხამდე ცოდვით ვართ დაწმულებული და უპირველესად თავად ჩვენ ვართ გაკიცხვის, სასჯელისა და უფლის სახლიდან გაგდების ღირსნი. გვაქვს კი უფლება განვიკითხოთ ვინმე, როდესაც უფლის მართლმსაჯულების მახვილი ჩვენს თავს ზემოთაა აღმართული. როდესაც ჩვენ 10ჯერ და შესაძლებელია 100ჯერაც უფრო ცოდვილნი ვართ სხვებთან შედარებით. არა, ჩვენ სხვა კი არა, საკუთარი თავი უნდა გავსაჯოთ, რათა უფლის ჭეშმარიტი განკითხვის ჟამს სასჯელი ავიცილოთ. ვიფიქროთ საკუთარ ცოდვებზე და ასე შევთხოვოთ ღმერთს შეწყალება. მომეწმე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ, ძალა მოგცეთ ამ ნების, ასე ვთქვათ, საკუთარი თავიდან განგდების, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ის ნება, რომელიც ადამიანს ქრისტესთან არ აახლოვებს, პირიქით ყველაზე მეტად აშორებს. ამიტომ წმინდა მამები, აი ათანასე დიდიც მაგას გვეუბნება და ყველა წმინდა მამა მაგას გვეუბნება და პირველ რიგში უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეუბნება ამას სახარებიდან, რომ პირველად შენ თვალში ეძიე წველი პატარა არის და მე შენი მოყვასის თვალში ეძიე დვირე. ამიტომ
ყველამ ძალა მოგცეს ღმერთმა, რომ ყველამ ჩვენი ცოდვები, ასე ვთქვათ, განვიცადოთ, ჩვენი თავი განვიკითხოთ. ის თუ ვინ ვართ ჩვენ ღვთის წინაშე და მე აქედან გამომდინარე ჩვენ სხვას ვეღარ განვიკითხავთ. ამ ყველაფერს კიდე სიყვარული ჭირდება და ღმერთმა მოგცეს იმის ძალა, რომ ღვთის სიყვარულით და მოყვასის სიყვარულით გვეცხოვროს და აი აქედან გამომდინარე, როცა ღმერთ შევიყვარებ, როცა მოყვას შევიყვარებ, მე აღარავის განკითხვაც აღარ მოგვინდება. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა შეგინდოთ და ეს მარხვა სწორედ მაგისთვის არის, რომ ადამიანმა ყველა მარხვის განმავლობაში შეიძლება ყველა ნება ერთად ვერ დაამარცხოს, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც ესეთი რჩევასავით გვაძლევენ, რომ ყველა მარხვაში თითო ნებას უნდა მოერიოს ადამიანი და აი ყველა რომ ჩავხედოთ ჩვენ თავს, ყველაზე მეტად რაც გვაწუხებს ალბათ ეს არის მართლა განკითხვის ნება და აი ეს მარხვაც გამოვიყენოთ ამისთვის, ჩვენი სინანულისთვის პირველ რიგში, ჩვენ ცოდვებზე სინანულისთვის და ამ განკითხვის ვნებისგან გამიდებისთვის. ღმერთმა დაგლოცო და ღმერთმა გაგახაროთ. ჩვენთან არის ღმერთი.